სიგრილე, კომფორტული საცხოვრებელი, მოწესრიგებული გარემო, პარკი და საბავშვო ატრაქციონები. ბაკურიანში ყველა ის პირობაა შექმნილი, რომ დამსვენებელი დიდი ქალაქების სიცხეს მოერიდოს და კურორტზე სასიამოვნო დასვენება მოიწყოს. Როგორც ისინი ამბობენ, აქ ინფრასტრუქტურა თანდათან ვითარდება, რაც მათი აზრით საქართველოში ტურიზმის აღორძინებას ხელს შეუწყობს. მე პირადად პირველად ვარ წელს ბაკურიანში, ბავშვობის მე არ დამისვენია მთაში და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ყოველწლიურად ტრადიციად დავნერგოთ მე და ჩემმა მეგობრებმა და ხშირად ყოველწლიურად ჩამოვიდეთ ხოლმე აქ და ვურჩევ ყველას აბსოლუტურად, რომ დაისვენეთ მთის კურორტებზე. ეს ძალიან კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის და უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე სულ ყველა. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა პირობით აბსოლუტურად რაც აქ არის. წელს ბაკურიანს 5 ახალი სასტუმრო შეემატა. ერთ-ერთი მათგანი ნოელია. ადმინისტრაცია ტურისტების მისაღებად უკვე მზადაა. 11 კომფორტული საძინებელი ცივი და ცხელი წყლით, ლუქსი, ბარი, სასადილო ოთახი, საბილიარდო, საკონფერენციო დარბაზი და ეზო დამსვენებლის განკარგულებაშია. ერთ ადამიანს დღეღამის გატარება სასტუმროში 60 ლარამდე უჯდება. გარეთ არის ძალიან დიდი ეზო. ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი პირობები ამ ხრივ შექმნილი, იმიტომ რომ არის ატრაქციონები, ბატუტები და ასე შემდეგ. და კიდევ შეგვიძლია გავაკეთოთ გასვლითი ტურები. აქვე არის ლამაზი ტბა ძალიან, იქ არის ხოლმე აქვთ სურვილი მომხმარებლებს რომ გავიდნენ და დაათვალიერონ ესეთი ლამაზი რაღაცები და ამისთვის ყველანაირ პირობას შევქმნით რომ ეს გასვლითი ტურები მოეწყოს. ბაკურიანში ამ დროისათვის 180 სასტუმროა, მათი რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. დამსვენებლის რაოდენობა კი ტემპერატურის აწევასთან ერთად იზრდება, აღნიშნა სასტუმრო აისბერგის მფლობელმა. მათთან მსურველი ერთი დღეღამის განმავლობაში 50 ლარად ისვენებს და ამასთანავე გარკვეული შეღავათებითაც სარგებლობს. ნომერში შედის ყველანაირი კომფორტი. და ასევე არის სამჯერადი კვება, ცხელი წყალი, ცივი წყალი 24 საათიანი. ფასი 50 ლარია ერთი ადამიანის ღირებულება. ბავშვებზე კი არის შეღავათი, ანუ 1 წლამდე არის 25 ლარი. 3 წლამდე უფასო. სასტუმროების გარდა დამსვენებლებს ბაკურიანის მკვიდრები კერძო სახლებშიც მასპინძლობენ, სადაც ერთი დღეღამის გატარება საშუალოდ 10 ლარი ჯდება. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ამ თანხის ფარგლებში მომხმარებლის კვებით უზრუნველყოფა არ ხდება. ჩვენ გვაქვს კერძო სახლი, პარკთან ახლოს, რომლის ღირებულება არის ერთი საწოლის ერთი ადამიანის 10 ლარი. გვაქვს პირობები ესეთი, ოთახში არის სველი წერტილი, აქვთ საერთო სამზარეულო, ტელევიზორები და ვპირდებით კარგ დასვენებას. გვაქვს დიდი ეზო, სადაც შეუძლიათ ბავშვები გაართონ. ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით კურორტ საზაფხულო სეზონზე უკვე 2000-მდე ტურისტი სტუმრობს. მათი დიდი რაოდენობა გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და ბაქოდან დაფიქსირდა. ასევე არიან დამსვენებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც. ბაკურიანის სთავაზობს თავის სტუმარს, როგორც გარე ტურებს, მაგალითად კვადროციკლებით, ცხენებით, გასეირნებას ტავაწყურში, ციხისჯვარში, მიტარში, ტიმოთესუბანში, ასევე ბაკურიანში დაიდგა პარკში გასართობები ბავშვებისთვის. საზაფხულო სეზონი ბაკურიანში ივლისის თვიდან დაიწყო და ადგილობრივების თქმით სექტემბრის დასაწყისამდე გასტანს. მათივე ვარაუდით ზამთრის სეზონის დაწყებამდე კურორტი დაახლოებით 5000-ზე მეტ დამსვენებელს უმასპინძლებს.